BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება, ასე ვთქვათ, საჯარო არხებით. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და ხედავდით, რომ სკანდალი შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. შეხება გამოძიება არის დახურული. მაგრამ ეს რეჟიმი წამლავს და უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. როდის იქნება ეს მიღწეული ამის პროგნოზი? მე არ მაქვს. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეხლა სანამ სამწუხაროდ ამ კაცს და მის განმავლობაში ძალაუფლება აქვს, ეს წნეხი არსებობდეს, თუ გამოვა რომ გატყდებიან და ეხა მოუწევთ რაღაცის შემოშობა, ეგეც საქმეა. ჩვენ განვაცხადეთ ღია და საჯაროდ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე, აბსოლუტურად ღია და გახსნილია ჩვენი ვისაც უნდა გამოითხოვოს. ნებისმიერს გაუზიარებთ, ჩვენ რატომ უნდა მოვიწიოთ? ნებისმიერმა გამოითხოვოს, თუ აქვს ინტერესი, ყველას გაუზიარებთ სრულ ინფორმაციას. თუ ვინმეს ინტერესი აქვს, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ყველას გაუზიარებთ შესაბამის ინფორმაციას. ეხლა გვაქვს ეკვითარება, რომ სუსი ამბობს, რომ მე გამოძიება ამ ნაწილში დავამთავრე. საზოგადოების ერთი ნაწილი უნდობლობას უცხადებს და არ მიიჩნევს, რომ მათ ყველა კითხვაზე ამ გამოძიებამ პასუხი გასცა და ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას. და ეს არის მნიშვნელოვანი თემა, ხო, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება. როგორ ფიქრობთ, ამ დოკუმენტაციის შეცვლა, უკანა თარიღით გადაკეთება, არ ვიცი, რაიმე ნებისმიერი манипуляცია შესაძლებელია? კი, ეს შესაძლებელია, ამის გაყალბება შესაძლებელი არის, მაგრამ როგორც ასე რომ ვთქვათ, საქმე იმას ეხება, თუ რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში ეს ფაქტი ვერ გაყალბდება, თუნდაც გითხონ მე და მე ვასწავლი როგორ უნდა გააკეთონ ეს. მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ აქ ერთი ადამიანი არ იღებს მონაწილეობას. ამ აღნიშნულ ფაქტში მიიღებს მინიმუმ 10 ადამიანი. ერთი ოქმი გადის მინიმუმ 10 ადამიანის ხელში. დიახ და მინიმუმ ამ 10-დან რომელიმე ამას სადმე გათქვამს და იტყვის. ასე რომ ვთქვათ, გამოძიებისთვის ეს ძალიან იოლი არის. რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით, ყველა დღეს ეხება ეს მნიშვნელობა არ აქვს, თარიღებს, ყველა დღეს ეხება მთლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის შავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის ზავაბა არის ჩვენგან. შესაბამისად, თემა არის დახურული. აი რომც გაიკვეს, იმიტომ მე იწყება ხოლმე სპეკულაციები, აი ეს ამ სახელის ნივთიერება იყო თუ არა. მე ვთვლი და ჩვენი გუნდი თავიდან ვიძახდით, რომ ჩვენ აქ სპეკულაციებში არ შევალთ. ხო, იმიტომ ტესტი კონვენციითაც და საღიაზრითაც ძალიან გასაგები ტესტია, რომ ასეთ ვითარებებში პოლიციას აქვს უფლება მორალური ამ შემთხვევაში არანაირი არ სამართლებრივი, მაგრამ ზოგადად რო აიღოს სტანდარტული ვითარება, ისეთი ნივთიერება გამოიყენოს, რომელიც დაძაბულ ვითარებაში ადამიანს დეზორიენტირებას ახდენს იმ მომენტში ვეღარ. მაგმიმართულებით CS არის ყველაზე ისეთი. პირდაპირ წერია, რომ განგრძობითი ეფექტი არ შეიძლება ქონდეს. ეს არის ის სტანდარტი, რასაც საქართველოს მიერთებულია და ამით უნდა მივუდგეთ. ოღონდ რა ვარიანტიც არ უნდა იყოს. ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს, კიდევ ერთხელ გვახსენებს და უნდა უთხრეთ ყველა მოქალაქეს, რომ ასეთი ადამიანის და მისი გარემოწვის ძალაუფლებაში ყოფნა არის საფრთხე თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამომრჩეველი ხოცებმა არ დაკარგეს. ანუ გასაგებია, რომ იმას აქვია ქუჩაში, რომ ხალხი დგას ახლა და აპროტესტებს და ასე შემდეგ, იმას ვერ მოიფხობდნენ. მაგრამ ისინი ქართულ ოცნების ამომრჩევლები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენმა ძვირფასმა მედია საშუალებებმა და პოლიტიკოსებმაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც ერთი ამომრჩეველი ხოცებს არ დაეკარგათ. ან დაეკარგათ ძალიან მცირე რაოდენობით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩემი აზრით ოპოზიციის მხრიდან მოხდა BBC-ს დასკვნის უარყოფა. შეიძლება მათ ასეთი სიტყვა არ უთქვამთ, რომ ჩვენ უარყოფთ BBC-ს, ეს არ უთქვამთ, მაგრამ შინაარსობრივად მათ BBC-ს დასკვნის ყველაზე სუსტ წერტილში არ წააშველეს საკუთარი ჩვენებები და ასაცავად. იმიტომ რომ BBC-ს დასკვნაში რაც ეწერა, რომ ისტორია იწყება 2009 წლიდან იქ რაღაცა შევიძინეთ, მე რაღაცა ამ სადღაც ჩალაგა ეს რაღაცა ყუთებში, ხოცები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვაფშე საერთოდ ნახსენების რაღაც არ ყოფილაო
და ჩვენ ესო ჩვენ არ გვიყიდიაო, არ წინა მთავრობებს არ უყიდიაო. ხო და არც ერთი წინა მთავრობა ჩვენი მეორე ვიდეო ჩავწერე ამასთან დაკავშირებით. არც ერთმა წინა ორი არის ოპოზიციაში მოიხსენებათ კახარია და ნაცები. არც ერთმა არ დადასტურა მათ მიერ ეს რაღაცა და ამის შემდეგ ეს თემა ნელ-ნელა ჩაცხრა იმითი რომ მე გრიგორიამ კონცერტები მოაწყო იქ ვიღაცა ვითომ დაზარალებულები, ვითომ რაღაცა და შესაბამისად დღევანდელი ალბათ მოცემულობიდან ბაზარი არ არის ვისაც ხოცები არ უყვარდა, კიდევ უფრო მეტად არ უყვარს. მაგრამ თუ ვინმე შეიძლება და ხმები წაეღო ან დაეკარგა ქართულ ოცნებას და სადაც მეორე მხარეს გადასულიყო, მეორე მხარემ ისეთი სიგიჟე მოაწყო, რომ იქ გადასვლა და გახედვა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ცირცხვილი იქნებოდა. და გარდა ამისა ვაპირებ მიმართოთ ეგრეთ წოდებულ ოფკომს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მათ გააჩნია.